ვნახოთ როგორ შეიძლება ერბო კვერცხი. ეს მაინც ჩავკეტო. ძალიან ხუა ჩავკეტე. ძალიან კარგი. აბა. ვაიმე ხელი. ვაიმე ხელი. კარგი რა ეს მინდოდა ეხლა მე. ვაიმე ხელი. ეს ვიღა კაცო რა უნდა თქვენ გავიქენ. რა ხდება ვერ გავიგე. არა ეხლა რა მაიმუნობს ვიღაცა და ოხ ნიკა რა ვაიმე უი ბატა ვაიმე უი ბატონო პროფესორ როგორ შემეშინდა ბატონო პროფესორ ხო იცით რომ მეშინია მარტოობის და დამოვიწყდა აქ რომ იყავი დავკეტე რა კარგას ხო კიდევ ყველა კარი დავკეტე და მაგრამ თქვენი ხმაც არის რომ არ ამღეროდით რატო ამღეროდით ბატონო პროფესორო ჰა ელი მткиო დღეს და რა ვიცი ვერ ვიმღერე ისე ძალიან გეშინია ისე არა უკვე ნაკლებად ნაკლებად რატო იმიტომ რომ დღე ხო მოიმატა ღამე ხო მოიკლო ხოდა ნაკლებად რა ხო ჯამი არ შესულა ჯამი არ შესულა ხო კარგი წავალ მაშინ მე კარგი ბატონო პროფესორო კარგით ხო და დაიმახსოვრე პატარო ნუ რა ქვია რომ შეგეშინდება არც ჭინკები და არც მოჩვენებები არ არის კი ბატონო სამაგიეროდ არსებობს ნო არსებობს ბატონო პროფესოროს გასაკეთებო ხარ თუ გამატარეთ მიდიოდიო მოგდანდეთ დეგა რა მოწესრიგებული რა განათლებული რა ბრწყინვალე ადამიანია ნახვამდის როგორი უჟმური და უკონტაქტოა ამარებს გამივი შეიძლება მოდიან ესეთი ადამიანები რა ვიცი ხარ ბატაი ლობიო მოგიტანე დიდი მარტო რომ მიყავი და აი დიდი მადლობა ამდენი რომ მომიტანს მე ემზარი დარჩა რა მე უი ემზარი ძალიან წარია და ემზარმა თქვა მე მაგას სპეციალ დავაკარებ სიგებია მაგრამ ეს ვისკოტესი რეკავს ხოთება კი როგორ არ რეკავს ხოლმე ესე იგი მეზობლის აირიდან იმჭერს მარტო გვერდითა მეზობლის აირიდან და იქ გადადის ხოლმე იქიდან რეკავს თურმე და ხალხო ლუკა იქ ერთი ქვრივი ხალი ყოფილა ხო და ამასაც მეტი რა უნდა და ყოველ ნახევარ საათში რეკავს თურმე ხო რეკავს და იცი პატა მე თქვა ესე მარტო რო ხარ აქ მოწყენილი ხარ და იქნებ ერთი ოთახი გაგექირავებინა ოთახი გავაქირავო ვითომ ხო რა ვიცი ახლა მე სხვის საქმეში ხო იცი რომ არ ვერევი არასოდეს არ ჩავრეულ ვარ და იცი არის თანაც ხმის გამცემი გეყოლება და თან ცოტა შემოსავალიც ხო იცი რომ არის არა რა ვიცი არ ვიცი ქალბატონო არ ვიცი აი არა პატა ეს შენი გადასაწყვეტია მე რა შუაში ვარ მაგრამ რა არის მაგითხავენ ხოლმე კორპუსში ხომ არავინ აქირავებს ბინასო და იმიტომ გეკითხები გასაგებია ხე შემოსავალი არ არის ცუდი ხმის გამცემის ხო ოთახი არის ოთახად ეხა საწავო ხო რა ისე მაგრამ არ ვიცი
არა, ეს შენ უნდა გადაწყვიტო. იცი რა, თანაც უკვე რაღაცა ერთი ადამიანი გამოჩნდა, იცი, კარგი კლიენტია და რა ვიცი, ისეთი კარგი ადამიანი ეს ჩანს. ხო, არ ვიცი, აი ქალბატონო, შემოსავალი კი მართლა არ მაწყენა ძალიან კარგი, მაგრამ არ ვიცი, აი როგორ გითხრა, აი რა ვიცი, აბა. ბატა, შენი გადასაწყვეტია, როგორც მეწყი, რა დროსაც მეწყი, მოვიყვან და დასხედით ორივემ და დაილაპარაკეთ. კარგით, ქალბატონო, მაშინ მოვიდეს 2 საათზე. 2 საათზე მოვიდეს და დავილაპარაკეთ. როგორც მეწყი, რა დროსაც მეწყი, მაგრამ რო უკვე უთხარი პირველზე. ой, ხლა, ქალბატონო, თუ პირველზე უთხარით, მაშინ მოვიდეს პირველზე და პირველზე დავილაპარაკები, კი ბატონო. როგორც შენი თუ პირველზე? პირველზე. აი, მოკლედ, შევთანხმდით ქალბატონო, მოვიდეს პირველზე და პირველზე დავილაპარაკები. აი, რა არის? არაფერი, აი ეს იმაზე დავიწვი რა ქვია, ტაფაზე და ერბოკოს წავდი და შენ რა გითხარი, იმ წუთას როგორ არ დამიზახე? ხო იცი, რომ ამას მოუხდება სილაგაძის მალამო ლეილა ამზადებს. ლეილა რომელი? ბჟალავა. კარგით, ქალბატონო, კარგი. ხო მართლა, ლობიოს ხო იცი ბჟავე უხდება? ბჟავე ხომ გაქვს? კი, როგორ არ მაქვს? ხო და ცოტა მომეც იქნებ ჩემ აიმზარი შეჭამოს ბჟავესთან. ნახეს უცხო მოყმევინ მის დამწირალი წყლისა პირსა. რამდენი ფოტოებია? ელენე, რასაკეთე? სალაც ვაკეთებ ლაში. ნიკა ნახე დედა ჰერბარიუმს აკეთებს. შავი ცხენი სადავითა ყვავონსა და ვითა გმირსა. ნიკა, გინდა სამფეხაცხეზე მაგარი ანეკდოტი მოგიყვე? მასტანსა და ვაიმოსა გარეთ მეოთხეს თხავისა. მეფხსი არ ვიცი. ლაშა, ნახე სამსახურში ვისკი მაჩუკეს პრეზენტაციას და შენ მოგიტანე, გამომართვი? ვისკი გაჩქე შეიძლება? მე მომიტანე? შენ მოგიტანე. ნახე როგორია? ლაშა 50 წლის დაძველებითა. 50 წლის დაძველებით. მოკლედ შენ მასაკოვან რაღაცებს არ ეშვებით. რა ხდება ელენე, რამდენი ფოტოლია? უი, ნიკა, ნახე დედა შენი ჰერბარიუმს აკეთებს. მე რო თქვი არაფერი? იმას მაინც გაეჩინა. უი, მართლა ისე, ელენე, რაც გათხოვდა ის სიცილის ხო არ გამიგია და ხო არ გათათლედა? არ ვიცი ლაში. ელენე, ჩვენთან სამსახურში ირლანდიური ვისკის ძალიან ცნობილი ბრენდი შემოვიდა და მე მემალება რეკლამირება. ეხლა სლოგანი მაქვს მოსაფიქრებელი. ელენე, დავლიოთ? კარგი რა ლაშა, რა უნდა დავმტინის? არა. თეკა, დავლიოთ, ჰა? ლაშა, დავლიოთ კი არა, მე სლოგანი მაქვს მოსაფიქრებელი. ნიკა, დიდი ბიჭი ხარ უკვე შენ, ჰა? ლაშა, ყვავილთან ერთად დალიე. აი, აივანზე ფიზიკოსის ყვავილი რომ დევს, იმასთან ერთად დალიე. როგორ დავლიე? როგორ ლაშა და შენთვის რომ დაისხავ, იმასაც დაუსხებ და ხო, ელენე, არა, არ შეიძლება მაგასთან დანება, ეგ ხო იაპონური ყვავილია და შეიძლება გააფათო ლოკოს. ელენე, ეს ირლანდიური ვისკი, არანაირი რისკი. არა? იცი რა ვიფიქრე, თეკლა? სანამ სამსახურს არ ვიშოვი, ამ ვისკს არ დავლევ. საუკეთესო ვისკი, რომელსაც დანებდებით. არა. დავმალავ ახლა. დავმალავ. არა, აქ რო დავმალო. მე ვიპოვი და დავლევ. აივანზე რო გამიტანო და იქ დავმა, არა, იქაც ვიპოვი და დავლევ. აი აქ რო არა. აქ ნუ იპოვის და ეზარი დანებს. რა ვქნა? დე ამ ერთ სტროფს ჩაგაბარებ რა. ელენე, ახალისებს ვისკი, ამას დანებს ვინსკი. ელენე. არა, ელენე.
რა ვიქნე იცი? ახლა პატასთან გავიტან მე ამ ვისკის და მე დამეზარება გასვლა. ხო და მე აღარ დავლევ, როგორი იდეა ახლა როგორ ფიქრობ შენ? აუდე ჩაგაბარი, მე კიდე მაქვს. რო გავიტანო. პატასთან რო გავიტანო, მე დამეზარება. ერთი წუთით. ნიკა, შენ წადი თეკლას ჩააბარე გაკვეთილები. შენ რა ურა მითხარი? ხო და მე პატასთან გავიტან თქვა მას. ხო და მე ხო დამეზარება გასვლა და აღარ დავლევ. კარგი აზრი. კარგი. მეზარება ხა გატანა და. კარგი რა ვნა პატა. ვაშა, სულ მერევა ესახელები. კი, ხო. ეკა დაიწყე. ნახე სუცხო მოყმევინე ვისკი რომელიც არაჩვეულებელია. ვისკი იჯდა თავისთვის აბაზანაში. ხო, მე ნიკა ტანსი ხეხავდა და მღეროდა. ხო. თვალში საფონი ჩავიდა და ტირილი დაიწყო. ბორჩი თეკლა. ხო, რა ტირილი ნიკა? აი მოხმე ხო ტიროდა და და ეს იცი ნიკა იცი უბრალოდ გადაიმეორეს ხაბაშხობით უნდა იცო. გადარის მოდი. აბა მიდი ჭამე. ეს რა არის? ეს არის ფრანგული სალათა ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტებით. მიდი. ეს როგორ შევჭამო თეფშნა რაღაცა მიიხურებს. უმშევარი მეძახე და კარგი ბაბანა ვისკი კი დავითრე. მაგარია ეგრეშა კარგი ბაბანა ვისკი დავითრე. ბაბანა რაღაცაირი სიტყვა. ისე რა მორიდებული ბიჭი ჩანს არა ქალბატონო ნუნუკა ხო ეთყობა სახელი რა ქვია რატი რატი ბატონო ოთახი დაათვალიერეთ ქიმიბზა შეიძლება ხომ ნახო რა თქმა უნდა რა შეიძლება ბატონო დაათვალიერეთ ნახეთ რა კარგი ბიჭია რა პატა როგორი აღზრდილი განათლებული როგორი უნიკალური სამსახურით ვის ოჯახშიც ეგ შევა გაბატონო უი ეს მეშველენებთან უნდა მეთქვა შემეშ ძალიან კარგი მომწონს ეგ მართლა კარგი ოთახია უბრალოდ რატი ეგ ჩემი ოთახია ხო ჩემი ოთახია და აი ეს ოთახი ქირავდება აი ეს გვერდი აი ეს პატა კარგი ბიჭი და დაძლის იმ ოთახზე რომელიც მოგეწონებათ იმ ოთახში შეხვალ შეიძლება როგორ შეიძლება ძალიან ხო დაათვალიერეთ კარგად ისე მოიქეცით როგორც საკუთარ სახლში ბატონო ეს ის რა დავცლება რა დავცლია რა ეს ლაპარაკობთ თან იმას რომ ისე რო ეუბნებით ისე მოიქეცით როგორც საკუთარ სახლში და თავი ისე იგზნებით ეგრე სად არის ქალბატონო ჯერ ფასზე დავილაპარაკო და მე როგორ ვთქვა ისე იგზნოს თავი ქალბატონო რამდენი ხნით მინდა რამდენი ხნით უნდა ქირაობა ეგ მითხარით ერთი რამდენი ხნით წავიდა კოტე ბაბუ წავიდა 1-2 თვე გავჩერდებიო ესე მითხრა ხარაგაუში 1-2 თვე იქ დავჩერდი ხო და შეც 1-2 თვე გააქირებე რას კარგავ ძალიან მომეწონა იცით ხო ძალიან მომეწონა ის მოგიხდით ერთი წუთით პატას ვიხმო კი ბატონო როგორ არა რატი რამდენი უნდა გადაგიხადო პატა თვეში ნუ ეხა იცი რა არის თვეში არ ვიცი რატი მაგრამ ერთ-ორ თვეში 350 ანუ რამდენი უნდა მოგართვა 350 უნდა წინასწარ გადაგიხადოს 2 თვის ფული დიახ მართლა დიახ აი თებერვლის მარტისას წინასწარ მოგართმევ უი რა კარგია რა ესე იგი წინასწარ უნდა გადაიხადოთ თებერვალი მარტი ოჩახ ბიჭო რატი ეს ტელევიზია ექსპორტა ფთხზავ ხოლმე საერთოდ ლექსებს და მოკლედ შევთანხმდით კი ბატონო კი ბატონო აი მე რატი რა კარგია რომ გადმოხდეთ საერთოზე ერთი ნორმალური ბიჭი ხომ უნდა იყოს ქალბატონო აქ ორნი იქნებით კარგით მოკლედ მოვილაპარაკეთ დანარჩენს ჩვენ თვითონ მივხედავთ ქალბატონო კარგად კი ბატონო დიდი მადლობა ნახვამდის ქალბატონო კარგად დიახ რა კარგი ადამიანია, რა წესიერი ქალბატონი, ყურადღებიანი. ალბათ თქვენ ახლობლები ხართ, ხო? არა. ხო, მეც დამღალა ცოტა. ალბათ სახში მარტო ცხოვრობ, არა? არა, იცით რა არის რატი? აქ მე ბაბუა ჩემთან ერთად ცხოვრობდი, მაგრამ ეხლა მონაწილე ვარ.
და ისა რაში მონაწილეობდა? ხონოდარ ისე ბზარს მიშობს რა ხო უნდა მიხდე რომ ვერ გირეკავ ესე იგი 2 კაპიკი მაქვს რაღაცა დარჩენილი ამ ანგარიშზე რა არ ვიცი ამბობს რა მოუხებ ხო ის რა სად არის ეზოში დარჩა ბავშვებთან თამაშობს ამოვა ახლა და რაც ჩამოვედი ტვინს მიჭამს იქნებ შენ და მama შერიგდეთ შერიგდით მე ელენე აი შენ ზურას შეურიგდი თეკლა პაატა შეურიგდება ხო და შენ რომელიმე ცოლს შეურიგდები არა ელენე მე ბეთ შეურიგდები რომ უმშევარი ვარ და კიდე არ ვიცი რამდენ ხანს ვერ დავლევ ამ ვისკის რა მითხარი თეკლა პაატა შეურიგდებაო ხო დაკინგლავდნენ ახლა რა ლაშა ერთი სუნამო მაქვს თეკლა გიждდება ამაზე რა უთხრათ რომ ვითომ პაატამ გამოუგზავნა კარგი იდეა ესა ელენე კარგი იდეა მოკლე ხო ძალიან აი წარწერის ადგილიც აქვს ხო მე ამ წარწერას გავუკეთებ თეკლას პაატასგან რას მიხვდება როგორ ვერ მიხვდება ლაშა პაატა ხო ლექსად წერს ხო ლექსად წერს ხო შოგელთა კრებაა და კარგი მოვა აი ეს ძალიან მაგარია რა ძალიან მაგარი აი ახლა კი მიხვდება რომ ნამდვილად პაატასგან არის გამოგზავნილი იზია შოგელთა კრება თუ ქვია ხო მარტო მშობლები უნდა მივიდნენ ერთად დედების კრება ხო არ რა ვიცი სანა აი მელენე ჩამძინები არა და სიზმარში მაგარი სლოგანი მოვიფიქრე და ვერ ვიხსენე სამაგიეროდ ეს არ არის სიზმარი ჩემო თეკლა აი ეს სუნამო შენ მოგარდას მე მომართვე? შენ მოგარდას აი მე რა მინდა და ის არის მელენე და ვინ მომართა ნახე მან წარწერა არის და წაიკითხე და მიხვდები ვინც მოგარდა წაიკითხე მიიღე ეს სუნამო ჩემი გრძნობის სუნამო ფრიდონმა შემოიტანა არა ვინა თეკლა რა კარგი თეკლა რა ფრიდონმა პაატამ შემოიტანა აი მოგზანდით მადლობა ბიჭიკო არაფერს ბაბუა არა ბიძია ბიჭიკო არა ნიკა მოგზანდით ბადრო ფრიდონ დამზადე საცალია დასაჯდომად შემოვაშა დღეს სპექტაკლი გავდივარ შემოგირბინეთ და ჩემ სპექტაკლზე 2 ბილეთი მოგიტანეთ რატომ წუხდებოდი ბატონო ფრიდო მართლა ახლა რა საჭირო იყო შეწუხება თეკლამ თავის სავაჭრო ცენტრში ფასდაკლების ბარათი რომ მომცეს ან თქვენ საფრანგეთის ვიზა შეწუხება ან ლაშამ რომ რა სპექტაკლია ძალიან ცნობილი პიესაა. დიახ, რატი ბუაზის წინაპართან ასუფრალზე. წინაპართა? დიახ, წინაპართა. შეიძლება ტექსტით გაიხსენო, ჩემულაშა. ტექსტით შეიძლება. შესანიშნავად იწება. მე ვიწყებ. გენერალი მაიზერახვლედიანი. კოშკის წვერზე ვდგავარ. და ქვემოთ შეკრებილ მოღალატეებს მივმართავ. ფოგონურნო მას წინაპართან ასუფრავდე გინდათ მოხენა ახლა ჩამავალ და საკითხავთ თავს დაჭმით ყველას გენიალური მე ესე შევჭმუხნი წარგებს აჭმუხნით ასე შევჭმუხნი წარგებს და მანდ დამელოდეთ ვერ გეთქეხი ახლა ჩამავალ და შავთეს გაკრით აი მოვდივარ ხმალს ვიშიშვლებ და ასე კოშკის წვერზე ავდივარ გავიხსენე მერე ჩამორბიხართ ხო ესე წინაპართა რას უფრალზე ხო კი გამახსენე კი ბატონო აი თქვენ 2 ბილეთი და
ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მინდა რომ წამოვიდე. თქვენ წარმოიდგინეთ სურვილიც კი მაქვს. ხო, მაგრამ რა არის იცით ახლა ოჯახში ორი მანდილოსანია და დავუთმობ მე დავთმობ ამ ასე ვთქვათ სიამოვნებას და თქვენ წაბრძანდით შენ და თეკლა რა ინდი ხარ ჩემო? ახლა კი უმეტეს მოგზადებით. იცით რა არის? მინდა ჯერ სხვა სპექტაკლებიდან დავიწყო. აქ რომ არ ვიყავი, ბევრი სპექტაკლი არ მინახავს და ხომ გესმით, არ მინდა პირდაპირ წინა პართან ასუფრალიდან დავიწყო. საფუძველს იმზადებ. კი, იმზადებს და მე თეკლა მე საერთოდ იცით რა არის? მე ჯერ პიესა უნდა წავიკითხო და შემდეგ სპექტაკლი უნდა ისეთი ჩვევა მაქვს. აი ამაშა ვიცის. კი, ჩვევა სულ პიესები დადის ხოლმე სახში და რომ დადის ამ პიესები მე ვხვდები რომ სპექტაკლზეა წასასვლელი. ხო, იცით აი რომ უფრო ადვილად მივხვდე დრამატურგის მიღწევებს, რეჟისორის ჩაფიქრებას და არასდროს მსახიობების მუშაობას. მე მივხვდი რატომაც არ მოდიხარ ჩემს სპექტაკლს. არა, ეგრე მოსაკუთრე. მე ვესწევი. მესამე ბილეთიც გავახერხო როგორ ვეს. მათხოვე ტელეფონი. ეს ამაზე თოჯინა. მე ვარ. რა მინდა ახლა იცი გთხოვ? სამაგიეროდ. თუ არ წავსულიყავი სპექტაკლზე, მე რომ ნახავდი ამ სპექტაკლს, მე მიზეზიც მექნებოდა და დავლებდი ამ ვისკის. გილოცავთ. არის მესამე. არის. მოგლეთ, მიყოლ სალაროში. ჩემს სახელზე, ფრიდონ შვანგირაძის სახელზე, იქნება დადებული მესამე ბილეთი იქვე გვერდით. ხო და არ დაგვიანს გავიცი. მადლობა ლალე. ცოტა კიდევ. აბა, გელი. კი ვაგონო, კი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა რა. რა სპირდები ვაშა, სად მივალ, სად? სად არ მივალ, წავიდით ახლა და არ გაინტერესებს. თავი გაგაკეთე. სილადო ორი კაპიკი მქონდა ანგარიში, ისიც აღარ მაქვს. აღარ შემიძლია რა. ისი თავის მომჭრელი. ელენე მე სავალ პატას მადლობას მაინც ვეწყდი და მოვწესრიგდები. კარგი. ჩვენ რომ წავიდეთ თეატრში. რა? შენ თეატრში გინდა წასვლა? ხო, იცი, სანამ შენ აქ არ იყავი, ყველას დედები დაყვებოდნენ თეატრში, თემუკას, იმას, ამას. კარგი, წავიდეთ. ელენე, სად ერთი საყურე? მოვდივარ და მომცამა. ალო, მე ვარ. იქავა რა დაგიმართა. კარგად. თეატრში წავიდეთ დღეს. მაშინ მე აღარ წამოყვები ცირკში და ვეღარ ნახავ იმ აკრობატს. კარგი, ბილეთები მე მაქვს. და შენ სალაროში უნდა იყითხო ფრიდონ შვანგირაძის სახელზე. ფრიდონი. ხო, შვანგი. თებერვალი, მარტი, 350. კარგია, ძალიან კარგია. აპრილი, მაისი, ივნისი, 50, 7-ის. არა, ხო რატი? ეს საპასი რამეები, სად დავაწყო? ესა შენი საპასი? არა, ჩემი სააბაზანოში დავაწყე, შენ სასრაულო. რატი, მომეცი და მე თვითონ დავაწყო, მომეცი ხო? რატი, რა არის, რა გაცვლია ეგრე? ესა? ხო. ხალათი. ხო, მაგრამ მე ბაბუა ჩემის ხალათია, რატი? მე ბაბუა სად არის? ბაბუა ხარა გაუჩია. ანუ რა? კარგი, გიხდება რა. გიხდება ძალიან ხო. ბატონო, რამდენი წლის ხარში? 29 არა. მე ცოლი არ მოყავს. რა მითხარი რატი?
თოლი არ მოყავს? რატი ისე რა ქვია? ნაკუცი ხო არ უნდა გამოყვეს, რა? ნაგავი სად გასვლა? ურნა გარედევს აივანზე რატი? ოხ პატა რა ტიპი ხარ არ ვიცი რაღაცა ხო კარგია ვითომ ეს რაღაცა მაგრამ ამის შეცდომა ხო არ დაუშვი ბატონო მოდი სასალაგი პატა არა ლაშა ვურებ პატა რა მინდა იცი გითხრა ეს ვისკი მინდა რომ შენთან შევინახო ის გადამწყვეტე სანამ სამსახურს არ დავიწყებ ხო მანამდე ამ ვისკის არ დავვლებ ხო და მინდა რომ შევინახო თორე იქ რომ მე გამელევინება და ხო ხლები რა და არ დევაშე ხარა ხუმრობ შენ რაღაცეებს ხო რა მინდა რა არა ხუმრობ არა მართლა გეუბნები მართლა ბატონო სხვათა შორის მე დღეს თეკლას სუნამო ვაჩუქე რა ლაშა ეს რა გააკეთებაშა შენ ხარ ჩემი მეგობარი კარგი რა პატა ხა ვერ გაიგე შენ მე სუნამო მე ვაჩუქე პატა მოგართვა მეთქი რა ეს რა გააკეთე ლაშა შენ ხარ ჩემი მეგობარი ლაშა პატა მომისმინე ხო და ეს იმიტომ გითხარი რომ იცოდე საღამოს რო შემოხვა ხო იცოდე რა ხან ხა ყვავილებით წამოიღე რაღაცა შემოიტანე ყვავილები და ხო ხდები კარგია ძალიან კარგი ლაშა რა უნდა გქონა საღამოს რა მაგარი რაღაცა რა ესე იგი გოგონა საჩუქარი გაუკეთე და მე თვითონ არ ვიცოდი გაუსწავლე რაღაცა აბა ხო მოდი რატი? ლაშა? ვისკი? არა რატი ისე რა ქვია ურნა არის აივანზე ურნა ხო იცი ურნა აივანზეა ხო იქ მაინც რო იცი ბატონო ვინ არის 350 ნიკა შემოტრიალდი და წესიერად დაჭიქი აიღებ მაქედან ვიღაც მოვა ვიცი რომ მოვა და დამიკავეს ჩემი წვენს რატომ და დაიკავ შენი წვენი ვიცი რომ მოვა და დამიკავეს ჩემი წვენს რატომ და დაიკავ შენი წვენი გამოვიდი გამარჯობა ელინე როგორ ხარ კარგად მოგიფიქრებია მე რა მომიფიქრები აბა ვინ მოიფიქრა მე რა ნიკა ჩუჩუ იწება და აქედან მე ფარები არ მიხიდა და ადგილი გამწონე. ვინ გეფარება, არავინ არ გეფარება. სასულა. კარგად ხარ ნიკა? კი, კარგად. რაო? რაო და რა კარგად გამოიყურებაო შენზე. აი ფრიდონა. ეს არის თქვენი მეზობელი. ამას გარი არ გაუღოთ რანაირადაც. ისպես მოვედი რა. 3 საათი სისულელეებს უნდა უსმინო. რატო სისულელეებს? ხო თქვა ფრიდონამ, კარგი სპექტაკლია. სპექტაკლზე არ გეუბნები. აუგულურნა მაშ ზინაბართან უბრალოდ დაკმოხენა. ოხლოჩამდა სათითაო თავდაჭრით პარას. Te meșinia. Nu gheșinia. Ma, meșinia. Კარგი, nu gheșinia. Saxში რომ მივალთ, სერიოზულად დაგელაპარაკები. მაშინ მე მამასთან ვრჩები. ხო და რომ მივალთ საxში მე დაგელაპარაკები სერიოზულად. ქალბატონო თქვენთან რომ დარჩი შეიძლება? ასხანიოთ რა ამბავია ზოგადსა. მან დამელოდეთ არ გაგფეხი
ჩამოვახლა და შამთეს გარდით. აი, მოვდივა. ჩამოვარდა. რა დადგული შეხედე ფეხს როგორ მიითრეს. ისიც მოვედით რა, ეს ხომ სახლში თქონდა არა ნანა? ნახე, საკაცით გაიტანეს. აქ არის დი? ვინ? შემოიცა. რა ხდება რა? მე ჩურჩულები მექი. ეგეთი რა მე ცხოვრებაში არ მინახავს. უიმე, ერთი წუთით გოგონებო, პატა მოდი, შემოდი რა. შემოდი რა იყო? გამარჯობები. რატი, ხო, ვინ არიან ესენი? გოგოები პატა. რასაკეთებენ? რატი რასაკეთებენ აქ? სხედან. ხო და რატო სხედან რატი? რატო სხედან? დავიღალეთ ცეკვით პატა და იმიტომ სხედან. შემოდი, მიდი. გოგოებო, ეს არის მიდი. ეს არის პატა, ჩემი ძმა. სასიამოვნო ლიზი. აი, დიდი მადლობა ყვავილებისთვის. ნალამაზი ხაიდი. ეს რა უნდა დავლიოთ? თქვენი გაცნობით. ხო, თქვენი გაცნობით დავლიოთ შამპანიური? აუცილებლად. აღარ გვაქვს შამპანიური, საფაგიეროთ, გვაქვს ვისკი. იქები სად გვაქვს პატა? გვაქვს არა, მაქვს რატი, მაქვს. ხო და თუ გაქვს, მიდი მოარბენინე. მიდი, მოარბენინე. ჩვენ იქამდე რაც შამპანიური ის მივიღებთ. აბა? მართლა რასასაც ოპერაცია. რატი ის ხოქია? ძალიან თქო ბაბუ თუ დარეკა ხოტებაბო ამა თუ თხარი რო გაჩვენე თორე გაგიჟდება ის კაცი რატი ხო იცი? ბაბუამ დარეკა უკვე რა? მართლა არა ომერი რა თქო? მე მგონი ლიზი მოპასუხა. ლიზი ბაბუმ რაო? რომელია ლიზი აბა ეხლა? მე ვარ ლიზი ხომ გაგექცა? თქვენ ხართ ლიზი ხო რა ლიზი აბა რა თქო ბაბუ კოტებაბო რა თქო? კოტიკო? რომელი ხარო? მეოთხე ლიზი მართლა. მე არაფერი. ვიცი მე საერთოდ არაფერი არ ვთქვა? არა, ჩემთვის არა, იქ უყიროდა ვიღაცებს, ჩქარა სუფრა გაშალეთა, როგორც იქნა მეღირსაო. რაღაც ეგეთი. მე აი მე მოპარაკე, პატა, მე დაცნავდი. მოკითხე როგორ ხარ მეთქი და კარგად თუ ასე კარგად არასდროს არ ყოფილვარ. მოდი და პატა. დაჯექი რა ჩვენთან. პატა, არ მინდა იყოს აი ეს ტელევიზორს უყურებ. პატა, მოდი ჩვენთან. არა იყოს აი ტელევიზორს უყურებ რაღაცა კინოა და პატა. ბატონო. იყო საერთოდ ჩემთვის ვიჯდები ხერხულად თქვენ არის მათავი მე ვიჯდები ახლა იმას რა ქვია უყურე ტელევიზორს რას უყურებ პატა? რას და იმას რა ქვია სიმას რა ქვია საბუდარელ ჭაბუქს ხო პატა ო გამარჯობა. გამარჯობა. შემო. ხო. რა იყო ლაშა? რა ხდება და თიხა მღერის ლაშა რა უნდა ხდება? ლაშა. მოდი შენ მაინც შემოგვიერთდი, გაგვიჯექი რა? დაბძანდი. ანა იყოს მოგერიდება დაბძანდი. მე თვითონ და აქ კი, აფრეჭი. ხო რა. ხო, იმათ ვაგნორი დამშვები. თქვენ როგორ გახართ? მე დავდები მიწით. მე ესე რო არა
Ani. ოღონდ ხარ გამეღვიძოს რა. ვის ჩემი ვისკი რატო გახსენე? რატო? ლაშიკო რატო ჩხუბობ ვისკი რატო გახსენითო? არა, რა ჩხუბი რა მოსატანია. მე თქვი რომ თუ გახსენით ბარებ დავასყატე. თუ ისეთი ნამცხვარიც გქონია ეს უკაცრავად ეს რო ხარ. რატი? შენ მეუღლე არ ხარ? არა. მეგობარი გოგო? Ebi. შენ მეგობარი გოგო არ ხარ? და მეუღლე ხავს? Ebi. Ani ხოს გენა ani ლიზი. აყვა ეხლა ესეც რა ტიპია? აყვა ესეც ეხლა და რა არის რა ხდება ვერ გავიგე რა. რა საყვარლად ბუზღუნებს არა? აყვა ეხლა ესეც რა რა ვერ გავიგე ვიფიქრე ის გამწევი მეყოლება მეთქი და აყვა რა ხდება რა ეხლა მართლა რა საყვარლად Come on. ყველანი წეკვავთ, ყველანი. Სამიდა. ლაშა. ლაშა. შემოდი რა უნდა ხდებოდეს თეკლა. თეკლა არაფერი არ ხდება, რა ვიცი, რა მოგივითავე. თეკლა არ ხდება, რა უნდა ხდებოდეს. რა ხდება, აბა. შემოდი რა ვიცი, თეკლა, მოდი შემოდი. არა, არ მინდა პატა, დიდი მადლობა სუნამოსთვის, კარგით რო გაატარე. ლაშა, კარგ ფორმაში ხარ ძალიან. თეკლა, ერთი წუთი, თეკლა. და რა ხდება? ეს ნუ ბიჭო რა ხდება რა ვიცი რა ხდება და მე რა ვიცი რა ხდება ქალბატონო აი თქვენ რატის კითხეთ რა ხდება მე რას მეკითხები აი ჩვენ რას მეკითხები ქალბატონო ამ შვენივრად გამოიყურები ქალბატონო ბიჭი ატა რა ყოფილა კაცო გადარია გოგოები გიჟდებიან პატაზე აბა აი პატა წარმოგიდგენია ერთი წუთი რა დღეში ხარ გავუშვის მოხდებო და აუშვი ხო აუშვი ქალბატონო ნუნო რა ვისკი ვაიმე ადამიანის ხა ისე უყვარ ჩემ ემზარს წაუღებ გრიპიანს გასიებულა და მოუხდება რა კარგი გოგოა ჩემი ძმისშვილისთვის ბაქარისთვის მაგრამ რაც გინდა კარგად ვისკი თეკლა ვერა შუა ქალბატონო ნუ კამერა შუაში
წვები დავიძინებ თორე ძალიან დავიღალე ამ უმუშევრობით რა. უმუშევრობით დაიღალე ლაშა თუ ცეკვით? კარგი ეხლა რა იყო ეხლა ალყები მეც ეხლა რაღაცა ისე შენ აქენი მართლა დაურეკე ფრიდონს კი დაურეკე იცი რა უთხარი ბოდიში რომ ვერ მოვახერხეთ მოსვლა თქო არ მინდოდა მაინც უხერხულად ეგზნო თავი ისე ჩამოენარწო დავეცდა ხო კი კარგად მოგიფიქრებია ყოჩა ხელენე კარგია კარგად მოგიფიქრებია იყავი შენ მე გავარ მე რა დავდები ვარ შენ მე გავარ მოგდანით ბატონო შეიძლება კი როგორ ბოდიში არა ასე გვიან გაწუხებთ ბოდიში რომ ვერ მოვახერხეთ დღეს სპექტაკლზე მოსვლა როგორ ხართ კარგად ხო და დღეს რომ ვერ მოვახერხეთ სპექტაკლზე მოსვლა ხვალ ჩემ სპექტაკლზე მოგიტანეთ ბილეთები რას ვძახ ხვალ მაგრამ რა 8 ისა ბატონო ფრიდონ დღევანდელმა სპექტაკლმა როგორ ჩაიარა კარგად ყვავილები აპლოდისმენტები გასძანე თუ თაგვანისმცემელთა ზღვა კარგი წავა მე ხა წავა აღარ შეგაწუხებ კარგი კარგად დანებოდე აქეთ ბატონო ცოდვა რისი თავის მომჭრელი ახლა ეს რომ მითხარ